ვეფხისტყაოსნის ფილოსოფია ეს ურთულესი ფილოსოფიური სისტემაა და ძალიან ფართო მასშტაბიანი აზროვნება მთელი პოემა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პრინციპში აი ამ ცნობილ აფორიზმთა შორისაც ვიპოვოთ მაინც ერთი, რომელიც გამოდგება ვეფხისტყაოსნის უმთავრეს ფილოსოფიად და ეს ჩემი აზრით არის თინათინის მიერ წარმოთქმული სიტყვები როსტევანთან დიალოგისას, როდესაც იგი ამბობს ბოროტიცა რადმ შეექმნა კეთილისა შემოქმედს. რატომ შეიძლება ახლა ეს სიტყვები გამოდგეს ვეფხისტყაოსნის მთავარ ფილოსოფიად? იმისათვის, რომ კარგად მივხვდეთ თუ რა იწვევს როსტევანის სასოწარკვეთას, როდესაც იგი უცხო მოყმეს წააწყდება. როსტევანი ეს არის ფიგურა, ეს არის სახელმწიფოს მმართველი, რომელსაც მიაჩნია, რომ მის სახელმწიფოში ყველაფერი მოგვარებულია, ყველაფერი კარგად არის, არაბეთში არავითარი პრობლემა არ იჩენს თავს უცხო მოყმის გამოჩენამდე. მეცაც გეტყვით, აი წარმოიდგინეთ, ესე იგი, არაბეთის ამბავი თითქოს ავთანდილისა და როსტევანის შეჯიბრითა და დაპირისპირებით იწყება, თუმცა ესეც ძალიან ლაღად და უპრობლემოდ არის წარმოდგენილი. როსტევანი და მისი ყმა ავთანდილი ერთმანეთთან ძალიან თბილ დამოკიდებულებას ავლენენ, ეხუმრებიან კიდევაც ერთმანეთს ნადირობისას, ხო? ასეთ ცნობიერებაში მყოფი მეფისათვის უცებ უცხო მოყმის გამოჩენა რასაკვირველია არის მოულოდნელი და შემაშფოთებელი ამბავი. რაზე ფიქრობს როსტევანი? რა არის მისთვის ასეთი შემაშფოთებელი და რა იწვევს მის ასეთ სასოწარკვეთას? რა შეიძლება იყოს მიზეზი როსტევანის ასეთი სასოწარკვეთისა? პირველი ალბათ უნდა ვისაუბროთ როსტევანის იმ მოსაზრებაზე, რომ იგი ხედავს მის ტერიტორიაზე შემოსულ უცხო ადამიანს, რომელიც გარკვეული საფრთხეა თვითონ სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, იგი რასაკვირველია ამას პრობლემურად აღიქვამს. გარდა ამისა, მას ძალიან აინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ კაცის გაცნობა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ თინათინსაც აშფოთებს, ეს არის, რომ როსტევანი მიიჩნევს, რომ ღმერთს მოეწყინა მისი მშვიდობა. ღმერთს მოეწყინა მისი წყალობა. და ახლა ღმერთმა გადაწყვიტა როსტევანს მოუვლინოს პრობლემები. რა შეიძლება ფიქრობდეს როსტევანი ამის მიზეზად? რასაკვირველია, როსტევანის გონებაში თავს იჩენს ასეთი აზრი, რომ მან ქალის გამეფებით თითქოს დაარღვია ღმერთის მცნება. მას შეიძლება მიაჩნდეს, როსტევანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქალის გამეფება არ არის ღმერთისთვის მოსაწონი საქციელი. და სწორედ ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა როსტევანი დასაჯოს. ეს მოსაზრება რასაკვირველია, მიუღებელი უნდა იყოს თინათინისათვის. საერთოდ რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში ხშირად არის ხოლმე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ თინათინი და ნესტან დარეჯანი ორივენი არიან თამარ მეფის ორი სახე. იმისათვის, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ თუ რა ტიპის სახეა თინათინი, ამისათვის უნდა გვესმოდეს თავად ნესტანის მდგომარეობაც. ნესტანი ეს არის ძალაუფლებაზე დახარბებული ადამიანის სახე, იმდენად რამდენადაც თუ ჩვენ გავიხსენებთ მაგალითად ნესტანისა და ტარიელის დიალოგს, თათბირი და გამორჩევა ნესტანისა და ტარიელის, რომელსაც მე მოგვიანებით რასაკვირველია უფრო ფართოდ შევეხებით. ჩვენ მივხვდებით ნესტანის სიტყვებიდან, რომ ნესტანი რას ეუბნება ტარიელს, რომ თუნდაც უცხო ქვეყნის მეფე მოიყვანონ ჩემს ქმრად, მაინც მე ვიქნები ინდოეთის მმართველი. ესე იგი, ნესტანისთვის ძალიან სასურველია ძალაუფლება. მაშინ, როდესაც თინათინის გამეფებისას ჩვენ რუსთაველი გვეუბნება, რომ თინათინს თავისი თავი არ ემეტებოდა სამეფოდ და არ სურდა სამეფო ძალაუფლება. ესე იგი, თინათინი არის აბსოლუტურად მეორე პლასტი ნესტან დარეჯანისა. ამდენად, თინათინის პიროვნება ძალიან კარგად არის გამოხატული თავად როსტევანთან ურთიერთობაში. როდესაც ნადირობიდან დაბრუნებული სასოწარკვეთილი როსტევანი ავთანდილთან ერთად განმარტოვდება,
თინათინი მივა როსტევანის ოთახთან, თუმცა იქ წერია, როდესაც მიხვდაო და როდესაც გაიგო, რომ მამა ასეთ სასოწარკვეთაშია, მან უკან გაბრუნება მოისურვა. აი როგორი ეთიკური სახეა თინათინი, როგორი დიპლომატიურია მისი ურთიერთობები მამასთან. თუმცა მე როდესაც როსტევანი თავად მოინატრებს თინათინის ნახვას, თინათინი მას ესეთ რაღაცას ეუბნება, რომ ჭმუნვას მე მგონი აჯობებს საქმე მოვაგვაროთ. თინათინისათვის რასაკვირველია, საქმის მომგვარებელი საბოლოო ჯამში ავთანდილი აღმოჩნდება, თუმცა თავად თინათინის რჩევით როსტევანი კიდევ ერთხელ დგამს ნაბიჯს იმისათვის, რომ გაარკვიოს უცხო მოყმის ვინაობა. ახლა დავაკვირდეთ, ხო, როგორი ამბავი არის. ესე იგი, როსტევანი სანამ თინათინი მას არ ურჩევს, რომ გაგზავნოს 100 მონა ტარიელის მოსაძებნად, მანამდე არც აპირებს როსტევანი რაიმე მოქმედებას. თითქოს მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა, რომ ეს ნამდვილად ეშმაკეული მოვლენა არის და გადაწყვიტა, რომ აი ამ აზრით გააგრძელოს ცხოვრება. თუმცა ეს ამას ვერ დაუშვებს თინათინი, რადგან თუ კი როსტევანის გონებაში ის მოსაზრება იარსებებს, რომ ეს იყო რაღაც ეშმაკეული არსება, მაშინ ეს ეშმაკეული არსება ღმერთმა ამ სამყაროში მოავლინა როსტევანის არასწორი გადაწყვეტილების გამო თინათინის გამეფებასთან დაკავშირებით, რაც ავტომატურად თინათინის მეფობისათვის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ თინათინი ამას ვერ შეეგუება და როსტევანს ესეთ სიტყვებს ეუბნება რადემდური ყოველთათვის ტკბილად მხედსა. აქ ძალიან კარგად ჩანს რუსთველის დამოკიდებულება თავად ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. როგორი არის ვეფხისტყაოსნის ღმერთი, როგორ აღიქვამს მას რუსთაველი და როგორ აღიქვამენ მას ვეფხისტყაოსნის მთავარი გმირები. თინათინის სიტყვებიდან ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ აღიქვამს ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას იგი. ნახეთ, ყოველთათვის ტკბილად მხედი ეს რას ნიშნავს, რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა. ღმერთი არის ყოველ სიკეთის შემოქმედი არსება, რომელიც ბოროტს არ ქმნის, რომელიც არ იღწვის ადამიანის დასასჯელად. როსტევანის გადასახედიდან კი ღმერთი საშიში არსებაა, რომელიც ხან სიკეთეს იქმს, მაგრამ თუ დასჭირდა, ასევე ბოროტებასაც მოგივლენს. ეს არის ვეფხისტყაოსნის უმთავრესი ფილოსოფია, რომ ეს საკითხი ამ საკითხს ნათელი მოეფინოს და ეს საკითხი ასე არ დარჩეს, როგორც ამას როსტევანი უყურებს. დავაკვირდეთ ახლა ჩვენ, რას ნიშნავს ყოველთათვის ტკბილად მხედი. ამისათვის ჩვენ მოგვიწევს შევეხოთ ორიოდე სიტყვით იმ ახლებურ ფილოსოფიას, რომელიც ქრისტიანობაში მკვიდრდება შუა საუკუნეების მე-10 საუკუნიდან. ეს არის ნეოპლატონური ფილოსოფია. რას ნიშნავს ნეოპლატონური ფილოსოფია? ესე იგი, როდესაც ქრისტიანობა მკვიდრდებოდა ევროპის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების დასაწყისში, მაშინ ანტიკურობა გამოვლილ ევროპაში ძალიან პოპულარული იყო პლატონის ფილოსოფია. იმდენად პოპულარული, რომ ქრისტიანობას მოუწია კონკურენცია გაეწია პლატონური ფილოსოფიისათვის. რასაკვირველია, პლატონის ფილოსოფიის გარკვეული ასპექტები შემოვიდა ქრისტიანობაში, ისე რომ ეს არ აღიარეს, მაგრამ მოგვიანებით უკვე მე-10 საუკუნიდან ნეოპლატონური ფილოსოფია მკვიდრდება ქრისტიანობაში. აი ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რომელიც ზუსტად მე-10 საუკუნეშია შექმნილი, სიტყვები, რომ გრიგოლმა ფილოსოფოსნი ამასოფლისანი შეისწავლა, ხოლო ჯერკვალნი განაგდიან. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა უკვე ქრისტიანულ ფილოსოფიაში დასაშვები ხდება ანტიკური ფილოსოფიის შემოტანა. თუმცა იქიდან მხოლოდ ისეთი ნიუანსები გადმოიღო ქრისტიანობამ, რომელიც მასთან თანხვედრაში მოდიოდა. ძალიან მარტივად რომ შევაჯეროთ ჩვენ ქრისტიანული და პლატონური ფილოსოფია, ის ყველაზე დიდ თანაკვეთას პოულობს სიკეთის საკითხთან დაკავშირებით. ქრისტიანობის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ თუ შენ ხარ ადამიანი, მაშინ შენ უნდა იყო კეთილი. შენ უნდა იყო კეთილი შენი მოყვასისადმი, მეორე შენნაირისადმი უნდა იყო კეთილად განწყობილი. ქრისტიანულ ფილოსოფიაში რასაკვირველია უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რიტუალურ ქრისტიანობას, ამ ყველაფერში მონაწილეობას, ზიარებას, მარხვას, აღსარების ჩაბარებას, მაგრამ თუ კი შენ, ასე ვთქვათ, არ გიყვარს მოყვასი შენი, მაშინ ეს მთელი რიტუალური ქრისტიანობა ფუჭი იქნება.
ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიკეთის ცნება ქრისტიანობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ამბავი, რადგან ქრისტიანული ღმერთი არის სწორედ ყოვლადწმინდა, ყოვლადკეთილი ღმერთი, განსხვავებით მაგალითად მითოლოგიური ღმერთებისაგან, რომლებიც ადამიანის ბედით თამაშობენ. აი გავიხსენოთ მაგალითად ხომ ანტიკური ლიტერატურასით დაუშვათ გავიხსენოთ ილიადა და ოდისეა, როდესაც მაგალითად იქ როგორი სცენები გვაქვს ჩვენ, ხო, ზოგიერთი ღმერთი ამ გმირის მხარესაა, ზოგიერთი ამ მეორე გმირის მხარეს, ან მაგალითად ზოგიერთი ღმერთი ანტიკურ ლიტერატურაში არის ტროელთა მხარეს, ზოგიერთი ბერძენთა მხარეს და ეს რაღაცნაირად თითქოს თამაშს უფრო წააგავს, ვიდრე ყოვლადწმინდა ღმერთის დამოკიდებულებას მისავე შექმნილი არსების მიმართ. ხოლო ქრისტიანული ღმერთი ეს უკვე არის ღმერთი, რომელიც სასჯელს არ ავლენს ადამიანისათვის. არამედ ის ყოვლადკეთილის შემოქმედია, ყოველთათვის ტკბილად მხედია, როგორც ამას თინათინი ამბობს. და ახლა შევეხოთ როგორია პლატონური ფილოსოფია. პლატონური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს იდეათა სამყარო. უზენაესი ადგილი, სადაც იქმნება ყველაფრის იდეა აბსოლუტურად, რაც კი მერე სამყაროში ხორციელდება, როგორც საგნის, ასევე ყველა მატერიისა. ამიტომ ნახეთ როგორი ამბავია, სიკეთეც არის იდეა პლატონური ფილოსოფიისათვის. და სამყაროში ბოროტება კი არ არსებობს პლატონის ფილოსოფიის მიხედვით. არამედ არსებობს ის, რასაც ჩვენ ადამიანები აღვიქვამთ ბოროტებად, აღვიქვამთ ამას სიკეთესთან მიმართებით. ესე იგი, სიკეთე არის არსი, ხოლო ბოროტება არის უარსებო მოვლენა. ესე იგი, რუსთველი ამას როგორ გამოხატავს ხომ? ბოროტსას ცლია კეთილმან, არსება მისი გრძელია. აქ ჩვენ მეორე ნაწილს ამ აფორიზმისა განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ ბოროტსას ცლია კეთილმან ეს გასაგებია, რაზეც არის საუბარი. ეს თითქოს სურვილია, ხომ? ყველა ადამიანის სურვილია, რომ ბოროტი კეთილმა დაამარცხოს, მაგრამ რუსთაველი მხოლოდ თავის სურვილს კი არ გამოხატავს, მხოლოდ იმედის თვალით კი არ გვეუბნება, რომ ბოროტს ძლევს კეთილი. არამედ ეს სხვანაირად ვერც მოხდება, იმიტომ რომ არსი სიკეთეს გააჩნია, ბოროტება არ არსია. ბოროტება არის სიკეთის ჩრდილი, ნაკლუდოვანი სიკეთე. დაახლოებით უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს იქნება როგორი რაღაც, იცით რომ, როდესაც ოთახში შუქს ჩავაქრობთ, სიბნელე კი არ აინთება, ან სიბნელე კი არ ჩაირთვება, არამედ შუქი გამოირთო. შუქის არარსებობაა სიბნელე, სიკეთის არარსებობაა ბოროტება. ეს არის პლატონური ფილოსოფია. ეს არის თინათინის ფილოსოფიაც და ეს არის ვეფხისტყაოსნის გმირთა ფილოსოფია. უნდა დამტკიცდეს, რომ სამყაროში კეთილი არის მხოლოდ ღმერთის შექმნილი. ხოლო დანარჩენი ის, რასაც ჩვენ ბოროტებად აღვიქვამთ, ეს ადამიანური მიწიერი მოვლენაა და არა ღვთაებრივი და ტრანსცენდენტალური. და ამას ჩვენ ავთანდილის სიტყვებიდანაც კარგად ვიგებთ, ხომ? როდესაც ავთანდილი, ესე ვთქვათ, გადაინაცვლებს, ესე იგი არაბეთიდან წავა უცხო მოყმის საძებნელად, იმ წუთში ავთანდილის გონებაში და ავთანდილის სიტყვებში ჩნდება სიტყვა საწუთრო, წუთისოფელი, რომელიც მუხთალია, ვახსოფელო რაში განხარ, რა გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა. ეს ავთანდილის სიტყვებია, ხო? აქედან ჩვენ ძალიან კარგად ვიგებთ, რომ სინამდვილეში ის ბოროტება არა უფრო, ესე იგი, პრობლემები და განსაცდელები, რომელიც ადამიანს მოევლინება, ამას ღმერთი კი არ აკეთებს, ესე იგი, ღმერთი კი არ ერთობა ჩვენი ბედის თამაშით. არამედ ღმერთმა ჩვენ მოგცა სული, ჩვენ მოგცა ღმერთმა სამყარო რუსთველური ფილოსოფიის მიხედვით, მოგცა მრავალფეროვანი სამყარო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგცა თავისუფალი ნება. მოგცა თავისუფალი ნება იმ მიმართულებით, თუ რომელ მხარეს ავირჩევთ ჩვენ, სიკეთის მხარეს თუ ბოროტების მხარეს. აი აქ ამ ცხოვრებაში, დედამიწაზე, წუთისოფელში, საწუთროში, ამასოფლად რომელ მხარეს ავირჩევთ და ეს ძალიან კარგად ჩანს თინათინის სიტყვებში, რომ ყოველთათვის ტკბილად მხედია ღმერთი. როსტევანი თითქოს ამ ფილოსოფიიდან გადახრილა, როსტევანი თითქოს ამ ფილოსოფიას გაურბის. აქ ძალიან კარგად ჩანს რუსთველის არჩევანი, რომ ჩვენ გვანახოს, რომ ახალი თაობის ადამიანები, თინათინი და ავთანდილი, მომავალი მმართველები არიან მართლები სამყაროს აღქმაში, ხოლო როსტევანი ცდება.
იმიტომ რომ ამ სამყაროს უნდა ჰქონდეს მომავალი. აქ ჩვენ არაბეთზე საუბრისას ბევრი ვილაპარაკეთ თუ როგორი იდეალური სახელმწიფოა არაბეთი, მაგრამ უფრო ღრმად რო შევხედოთ ამ საკითხს, დაახლოებით ასე გამოდის, რომ არაბეთი ეს თითქოს არის აი ამ მიწიერი და ამასოფლისეული პრობლემებისა და სირთულეებისგან რაღაცნაირად გარეთ მდგომი, ცოტათი უფრო ამაღლებული იდეალი. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ვრცლად ინდოეთის შესახებ და შევადარებთ ჩვენ ამ ორ სამეფოს, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ვეფხისტყაოსანში გვაქვს ორი სამეფო, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეებს წარმოადგენს და ეს არის ერთი საგნის ორი ბუნება. საერთოდ ვეფხისტყაოსანი ასეთ პრინციპზე არის აგებული, უნივერსალიზმის პრინციპზე, ესე იგი ერთი საგნის ორი ბუნება. ავთანდილი და ტარიელი, თეთრი და შავი. ავთანდილს ყავს თეთრი ცხენი, ტარიელს ყავს შავი ცხენი. ავთანდილი არის გონება, ტარიელი არის გრძნობა, თინათინი არის გონიერი მმართველი და ეთიკური ადამიანი, ნესტანი არის მგრძნობიარე, ძალაუფლებაზე დახარბებული ადამიანი, არაბეთი არის ახალი ფილოსოფიის, რაც შეიძლება ესე იგი ღვთაებრივი სამყაროს მძებნელი საზოგადოება, რომელსაც მიზნად აქვს გახდილი, რომ მან დაამტკიცოს, რომ ბოროტი არ იქმნება კეთილის შემოქმედის მიერ, ხოლო ინდოეთს ასე ვთქვათ, სრულიად მიუტოვებია ღმერთზე ფიქრი, ინდოეთი მთლიანად გადართულია ძალაუფლების წყურვილზე, ძალაუფლების მოპოვებაზე და ეს გამოჩნდება კარგად ინდოეთზე საუბრისას და აი ეს ორი ბუნება, ერთი საგნის ორი ბუნება არის ხოლმე შეჯიბრებული ერთმანეთთან, როდესაც ვეფხისტყაოსანს ვკითხულობთ. და სწორედ თინათინის სიტყვები არის ის, რაც როსტევანს ჯერ კიდევ რაციონალურ აზროვნებაში აბრუნებს და მას არ აძლევს შესაძლებლობას, ესე იგი წავიდეს იმ მიმართულებით, რომ ესე იგი ღმერთმა როსტევანის დასჯა მოინდომა. აქვე თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად გადმოვიტანთ ჩვენს ენაზე რუსთველურ ფილოსოფიას, აქ დაახლოებით ასეთი რამე გამოდის, რომ ღმერთი არის ყოველთათვის ტკბილად მხედი, ყოვლადწმინდა, ყველასთვის სიკეთის შემოქმედი, მაგრამ ამავე ღმერთმა მოიცალა, რომ რაღაც როსტევანისთვის ჭკუის სასწავლებლად ცალკე შექმნას ბოროტება, არარს მისცეს არსებობა და გადმოიტანოს ამ სამყაროში და მოუვლინოს როსტევანს. ეს გარკვეულწილად ეს ატარებს, ასე ვთქვათ, ჰიბრისის ელემენტებს, მართალი რო გითხრათ, ხო? ეს ჰიბრისი რა არის? ჰიბრისი არის გაამაყება. ქართულში კარგი სიტყვა არის შექმნილი ქართულ მთიანეთში, გაბუდაყრება. ესე იგი, როდესაც შენ როგორც ადამიანი საკუთარ თავს სცენ გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობას, ვიდრე უბრალოდ ერთი ადამიანი და როსტევანი აქ რაღაცნაირად ჰიბრისში ვარდება იმ გაგებით, რომ მას მიაჩნია, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, როსტევანის დამსახურებაა ის იდეალური სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს არაბეთი და თითქოს ამ იდეალურ სამყაროში ღმერთმა ბოროტებაც შემოიყვანა როსტევანისათვის ჭკუის სასწავლებლად, მაშინ როდესაც იგივე ღმერთი ბოროტს არ ქმნის სხვა არავისათვის, ხომ? ეს ჰიბრისის გარკვეული ფორმაა როსტევანის მხრიდან და თინათინი ცდილობს როგორღაც, თუმცა ხა ჰიბრისზე რო ვლაპარაკობთ, ჰიბრისი ჩვენ ინდოეთში დავინახავთ რაც არის სინამდვილეში ჰიბრისი და როგორ ჰიბრისში არიან ჩავარდნილი ინდოეთის მართველები, ხო? თითქმის ყველანი. თინათინი როგორღაც მაინც როსტევანს აიძულებს დარჩეს აი ამ რაციონალურ აზროვნებაში და დარჩეს იმ ფილოსოფიაში, რომ კეთილი შემოქმედი ბოროტს არ შექმნის და როსტევანი კიდევ ერთხელ ცდილობს როგორღაც ეს გაამართლოს, აგზავნის ასმონას, მაგრამ როგორც აღმოჩნდება, ასე მარტივი გასაგებიც არ არის ეს ფილოსოფია იმისათვის, რომ ესეთმა შემთხვევითმა ასმამ ხედარმა მიაგნოს ტარიელის ამბავს. და ისინი როცა ბრუნდებიან, რა თქმა უნდა, როსტევანს ეტყვიან, რომ
ტარიელი ვერსად ვიპოვეთ და როსტევანი თითქოს ივიწყებს ამ ამბავს როსტევანი და რაღაცნაირად ყურადღებას აღარ აქცევს თითქოს, იმიტომ რომ აქ უკვე როსტევანის ისეთი თვისება ჩანს, სადაც როსტევანი თავს იიმედებს. ახლა როგორი ამბავია ეს, იცით, რომ გამოდის რომ თავარი არის როსტევანისთვის რისი დაშავება შეუძლია ამ უცხო მოყმეს მისი სამეფოსათვის. ალბათ როსტევანი ფიქრობს, რომ თუ ახლა მას მაგალითად რაიმე მატერიალური სურვილები ჰქონდა და დაუშვათ არაბეთის მტრობა ჰქონდა განზრახული აი ამ უცხო მოყმეს, ხო, მდინარის პირას მიჯდომ უცხო მოყმეს. მაშინ გავიდა 1 წელიწადი უკვე, ხო, და რაღაცნაირად თუ რაიმე სურდა აქამდე გამოვლინდებოდა. ასევე თუ ეს ღმერთის მოვლენილი ეშმაკეული საგანი იყო და ღმერთმა გადაწყვიტა როსტევანის დასჯა, მაშინ აი ამდენი ხნის განმავლობაში კიდევ რაღაც უნდა მოყოლოდა ამას შედეგად და უნდა გამოვლენილიყო ეს ღმერთის სურვილი როსტევანის დასჯისა, რადგან ეს ყველაფერი არ მოხდა, როსტევანი დამშვიდდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი თინათინისათვის. რატომ არ არის საკმარისი თინათინისათვის? იმიტომ რომ ერთი მხრივ თინათინისთვის მნიშვნელოვანია რომ დადასტურდეს რომ ეს ადამიანი რომელიც როსტევანმა და ავთანდილმა ნახეს ეს უბრალოდ გაჭირვებაში მყოფი ადამიანია და არა რაიმე ასე ვთქვათ ეშმაკეული და ზებუნებრივი არსება და მეორე როგორც ჩვენ ვთქვით არაბეთი ეს არის სახელმწიფო რომელიც ფიქრობს და ზრუნავს სიკეთის გამარჯვებაზე ბოროტების მიმართ ეს რაღაცნაირად მის მისია და გახდილი არაბეთს ამიტომ არის ის იდეალური სახელმწიფო და სწორედ ამიტომ თინათინი ვერ მიატოვებს გაჭირვებაში მყოფ ამ ადამიანს ესე იგი მან უნდა გაარკვიოს თუ რაში არის საქმე იმიტომ რომ ახლა დავაკვირდეთ ჩვენ ხო როგორ არის აღწერილი ხო ტარიელის ჩვენ დეტალურად ავხსენით მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ხო ესე იგი ეს არის კაცი რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, ერთი შეხედვითაც ჩანს ეს ყველაფერი, ძალიან მდიდარია, ხო? იმდენად ძლევამოსილი და ფიზიკურად ძლიერია, რომ მარტო მოგზაურობს ამ ველურ ბუნებაში და ახერხებს გადარჩენას. ძალიან უცნაურად გამოიყურება ვეფხისტყავი მოსავს მას და თუ ასეთი მოცემულობის ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ყავს რაიმე პრობლემას ჩაყენებული, რომ ის ზის, ასე ვთქვათ, განმარტოვებით და ისეთი ცხარეცრემლით ტირის, რომ მისი გონებაც კი მთელ ამ პრობლემას მოუცავს, ესე იგი, ეს ყველაფერი თინათინმაც არაჩვეულებრივად იცის, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ყოფილა როსტევანთან და ავთანდილთან ერთად სანადიროდ, თინათინი სწორედ ის ტიპია სახელმწიფოს მმართველთა ის ტიპია, რომელიც უყურადღებოდ არც ერთ დეტალს არ დატოვებდა, მე დარწმუნებული ვარ და ამიტომ ეს ყველაფერი თინათინმა ძალიან კარგად იცის და აანალიზებს თინათინი, აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, რომ თუ ასეთი მოცემულობის ადამიანიც კი აი ამ რაღაცა პრობლემამ რომელიც სამყაროში გაჩნდა ასე დაიმონა ასე დაჩაგრა ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა რომ მთელი მისი არსება მოიცვა ხომ იქ ვხედავთ ჩვენ რომ ტარიელს ფაქტობრივად ძალა და ღონეც კი აღარ აქვს იმის დარჩენილი რომ საერთოდ ყურადღება მოიკრიბოს და მის გარშემო მოჯარებულ მეფის ლაშქარს ვერც კი ამჩნევს თითქოს თავიდან სანამ მის შეპყრობას არ გადაწყვეტენ ხო და თუ ასეთი ადამიანის გონება მოიტაცა და არსება და სული შეაშფოთა ამ პრობლემამ ეს წარმოგიდგენიათ რამხელა პრობლემა ამას იაზრებს თინათინი ხედავთ აი ასეთი გონიერი მმართველია თინათინი ის იღებს გადაწყვეტილებას რომ საუკეთესო ესე იგი ამ პრობლემის გარკვევა შეუძლია მხოლოდ ესე იგი საუკეთესოს. იმიტომ რომ ასმა მონამაც კი ვერაფერი ვერ გააწყო. ასმა შემთხვევით მხედარმა ვერაფერი გააწყო. ამიტომ იგი ავთანდილს გზავნის რასაკვირველია ამ მისიაზე 3 წლით. აქ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. როდესაც ავთანდილი და თინათინი საუბრობენ თინათინს ძალიან უმძიმს რასაკვირველია ავთანდილის ამ მისიაზე გაგზავნა. უპირველესად რასაკვირველია იქიდან გამომდინარე რომ ავთანდილი არის ქვეყნის მხედართმთავარი. ავთანდილის ყოფნა არაბეთში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე რასაკვირველია, იმიტომ რომ მხედართმთავარი ყოველთვის უნდა იყოს ადგილზე, ყოველთვის უნდა ზრუნავდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მაგრამ როგორც ჩანს
იმ უცხო მოყმის პოვნა, იმ პრობლემის გარკვევა და გაგება, რომელშიც იმყოფება უცხო მოყმე, როგორც ჩანს თინათინის აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე არაბეთის უსაფრთხოება, იმიტომ რომ თუნდაც შენ აქ შექმნა დიდი ჯარი და იყო მშვიდად და წყნარად, არსებობს თურმე ბოროტება, არსებობს თურმე რაღაც პრობლემა, არსებობს თურმე რაღაც ხდომილება სამყაროში ისეთი, რომელმაც ერთი ადამიანი, ერთი ასეთი მოცემულობის ადამიანი უკვე დაიმონა და ის აუცილებლად მოვა შენამდე და მერე შეიძლება საერთოდ გვიან იყოს მასთან ბრძოლა და ამიტომ ის გადაწყვეტილებას იღებს, რომ ავთანდილი საუკეთესო მეომარი მათი ქვეყნის მხედართმთავარი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი სატრფო გაგზავნოს ურთულეს მისიაზე. როდესაც ჩვენ ვამბობთ ურთულეს მისიაზე, აქ მარტო ის კი არ იგულისხმება, რომ მან უნდა იპოვოს კაცი, რომლის ასავალ-დასავალი ვერავინ ვერ გაიგო, რომელსაც შეუძლია რომ წამიერად ისე გაქრეს, რომ მეფის ლაშქარმაც ვეღარ მიატანოს თვალი და ვეღარ იპოვოს მისი გზაკვალი, ან 100 კაცმა ეძებოს 1 წლის განმავლობაში და ვერ იპოვოს. მარტო ამაში არ არის სირთულე. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ავთანდილი უნდა წავიდეს მარტომ უნდა იმოგზაუროს ამ ხელა დედამიწაზე ველურ ბუნებაში. საერთოდ ეს შუა საუკუნეები არის, ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეხლა მართალია რუსთველის გონება და ცნობიერება შორს ცდება შუა საუკუნეების საშუალო ადამიანის ცნობიერებას, მაგრამ სამყარო, რომელსაც ხატავს, ის მაინც შუა საუკუნეების სამყაროა და შუა საუკუნეებში არის დაახლოებით ასეთი ცნობიერება, რომ სამეფო გვარის ადამიანისათვის არასამეფო სივრცე, ეს უცხო სივრცეა, ეს ველური გარემოა და აი გავიხსენოთ მაგალითად ხო, როდესაც ავთანდილი მეორედ წავა არიელის დასახმარებლად, როცა გაიპარება მეორედ, ხომ? როსტევანი როგორ იღებს ამას, როგორ მგლოვიარია როსტევანი, იმიტომ რომ მისი სიტყვებიდან ძალიან კარგად ჩანს. თუ რისი ეშინია მას ყველაზე მეტად, რომ მოახერხებს თუ არა ავთანდილი გადარჩენას ამ ველურ გარემოში მარტო ეს ზუსტად არ იცის როსტევანმა, ხო? და იმედი აქვს, რომ შენო იქნებო შენმა ძლიერმა მკლავმა და შუბმა დაგიცვასო, ხო, ესე ამბობს როსტევანი. ესე იგი ეს მართლა საშიშია. მართლა საშიშია ისეთი გმირებისთვისაც კი, როგორც არის ავთანდილი და როგორც არის ტარიელი. არ არის ეს მარტივი მდგომარეობა, მარტო საძებნელად წახვიდე ამხელა ველურ გარემოში. ახლა ამას ემატება ისიც, რომ რუსთველური სიყვარული საერთოდ და ამაზეც რასაკვირველია ცალკე არის სასაუბრო, როგორია რუსთველის სიყვარული და ამაზე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცალკე კვლევები და წიგნებია შექმნილი რუსთველის სიყვარულზე და საერთოდ იმ პერიოდის სიყვარულზე, როგორ ესმოდათ ადამიანებს სიყვარული, მაგრამ რუსთველური სიყვარული ორი სიტყვით, რომ ვთქვათ, ეს არის რაღაც ტრანსცენდენტალური ღვთაებრივი მდგომარეობა. ეს რას ნიშნავს, რომ რუსთაველი ჩვენ პროლოგში გვეუბნება, რომ მას ერთსა მიჯნურებასა ჭკვიანი ვერ მიხვდებიან. ან კიდევ გვეუბნება, ხო, თქვა მიჯნურობა პირველი და გვარი ტომთა ზენათა. ესე იგი, რუსთაველი სიყვარულს დაახლოებით ასე აღიქვამს, რომ არსებობს სიყვარულის უზენაესი ფორმა. ესე იგი, სიყვარული, რომელიც დაიბადა სამყაროს გაჩენასთან ერთად. ეს სიყვარული რასაკვირველია არის სიყვარული, რომლითაც შემოქმედს უყვარს თავისი შექმნილი სამყარო და თავისი შექმნილი ადამიანი. ეს არის მიჯნურობა პირველი. და გვარი ტომთა ზენათა, ესე იგი ის რაც ზენა არსისთვის და ზენა არისთვის არის დამახასიათებელი. ეს არის უპირველესი სიყვარული და მე როცა ამბობს რუსთაველი, რომ მას ერთსა მიჯნურებასა ჭკვიანი ვერ მიხვდებიან, ერთი მიჯნურებაც აქ არის პირველი, უპირველესი, უმაღლესი ხარისხის მიჯნურობა იგულისხმება და ჭკვიანი ვერ მიხვდებიან, ეს ნიშნავს, რომ გონიერი ადამიანისთვისაც კი, განათლებული ადამიანისთვისაც კი შეუმეცნებელია სიყვარულის ის ფორმა, რომლითაც ღმერთს უყვარს ადამიანი და რომელსაც ადამიანი განიცდის ღმერთისადმი, თავის შემოქმედისადმი. ხო, ახლა როგორია მაგალითად ბავშვის სიყვარული საკუთარი დედისადმი, დედის სიყვარული საკუთარი შვილისადმი და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა გრძნობა არის სამყაროს შემოქმედსა და სამყაროს შორის სიყვარული, ხო? რუსთაველი ამბობს, რომ ენა დამშრების სმელნისა ყურნიცა დავალდებიან. ესე იგი, ამაზე საუბარი ენას
ამის გამოთქმა არ შეუძლია ხა ამას რუსთაველი ამბობს ხო კაცი რომელსაც შეუძლია რომ ნებისმიერი იდეა და ცნება ენაში და პოეზიაში გადმოიტანოს და გამოთქვას შესანიშნავად მაგრამ თვითონაც ამბობს რომ ეს ისეთი საგანია სამყაროს ისეთი ნაწილია რომლის ენაში გამოთქმა შეუძლებელი არის ხო ამაში ის საკურველი ალბათ გულისხმობს ჰიმნოგრაფიასაც რომელიც წინ უსწრებს ქართულ საერო პოეზიას ხო სასულიერო პოეზია რომელშიც მთლიანად აღწერილია ის გრძნობები რომელსაც ადამიანი განიცდის ღმერთის მიმართ მაგრამ რუსთაველი ამბობს რომ ამის გამოხატვა ენაში ურთულესია ამიტომ რუსთაველი ამბობს რომ მე ვისაუბრებ ხორციელ სიყვარულზე ადამიანთა შორის სიყვარულზე რომელიც ბაძავს ღვთაებრივ სიყვარულს ბაძავს რას ნიშნავს რომ მასში არ არის სიძვა არ არის ხორციელება არამედ არის რაღაც სისპეტაკე სიწმინდე შორით ბნედა შორეული სიყვარული ესე იგი რუსთაველი ამბობს რომ სიყვარული ადამიანის მიმართ შეიძლება მიემსგავსოს ღმერთისა და ადამიანის სიყვარულს. იგი შუა საუკუნეების ავტორია, ხო, კიდე ერთხელ გავუსვათ ხაზი. ეს არის სამყარო, როდესაც ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მთავარი რა არისთვის მოევლინე ამ ქვეყნად, ეს არის ღმერთის სიყვარული და სხვა სიყვარული არ არსებობს და სხვა სიყვარული ვერ იქნება ჭეშმარიტი, მაგრამ რუსთაველი გამოდის და ამბობს, რომ არა არსებობს სხვა ჭეშმარიტი სიყვარულიც, რომელსაც სწორედ ისევე შეუძლია ამაღლოს ადამიანი ღვთაებრიობის დონემდე, როგორც ეს შეუძლია ღვთაებრივი სიყვარულის განცდას და აი სწორედ ასეთი ტრანსცენდენტალური ბუნება აქვს რუსთველურ სიყვარულს, რომელიც მოვლენილია აი ამ საწუთროში, აი ამ საცდუნებლებით შემოსილ სამყაროში და აქედან გამომდინარე, ნახეთ როგორი აქ სირთულე რა არის ავთანდილის გაგზავნაში, ამას ვამბობდით ჩვენ, ხო? როდესაც ესე იგი თინათინი ავთანდილს გზავნის, ავთანდილი შეიძლება დაიღუპოს. ავთანდილი შეიძლება ბევრ საცდურს გადააწყდეს, ასევე თინათინიც მარტო დარჩება, ხო? ამიტომ ესენი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ზნეობის ადამიანები არიან, მაინც არსებობს შანსი იმისა, რომ ეს მათი მიცემული ფიცი სიყვარულისადმი, რომელიც წმინდათა წმინდა არის, ეს მართლა, ანუ რუსთველური სიყვარული, ეს ჩანს ნესტანის და ტარიელის საუბრებშიც, ეს ფიცი სიყვარულისა, ხო? ეს არის განღვთობამდე მისული საქმე, ღვთაებრივი საქმე არის რა როგორც ღმერთის უარყოფა დაახლოებით ისევე არის მიჩნეული ღალატი ასე იგი თინათინს ავთანდილს ტარიელსა და ნესტანს შორის აი ამ ოთხ პერსონაჟს აქვს სიყვარულის ასეთი გაგება ვეფხისტყაოსანში ესე ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამას ფართოდ შევეხოთ როცა სიყვარულზე ვისაუბრებთ ხო აი ესენი მაინც ესე იგი ადამიანები არიან, ხო? მაინც ადამიანები არიან, მაინც ამ საწუთროს ბუნებას დაქვემდებარებული არსებები არიან, ამიტომ ნახეთ თინათინი უმტკიცებს, ესე იგი კიდევ უფრო აძლიერებს თავის სიტყვებს ავთანდილისადმი, თავის ფიცს სიყვარულის ავთანდილისადმი, რომ მეო ესე იგი სხვას არ შევერთვები ცოლად და სხვას არ გავყვები. ესე იგი თითქოს ხო რა როგორი სიტუაცია მეფე ელაპარაკება ყმას ხო თინათინი მეფეა ავთანდილი ყმა, მაგრამ მეფე ეფიცება ყმას, მეფე აძლევს სიტყვას ყმას და არაპირიქით, იმიტომ რომ ავთანდილს სჭირდება ახლა რაც შეიძლება მეტი мотивация იმისათვის რომ იგი გაბედულად გაემგზავროს უცხო მოყმის საძებნელად, რათა ახდეს ის უმთავრესი ფილოსოფია ქრისტიანობის საძირკველი და საფუძველი, რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთი არის მხოლოდ სიკეთის შემოქმედი და იგი ბოროტებას არ ქმნის ადამიანისათვის.